გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი მისტიური ფიგურა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ამას ისის განაპირობებს, რომ ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში დღესაც მოქმედებს ამერიკის საზოგადოების განვითარების ცენტრი, სადაც გურჯიევის ფილოსოფიურ კონცეფციებზე დაყრდნობით იმართება პრაქტიკული სავარჯიშოები. ამ ვიდეოში ჩვენ გიორგი გურჯიევზე ვისაუბრებთ. ვიდეოს დაწყებამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მე-20 საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, ენაგრამის ფუძემდებელი, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის დამაარსებელი, დალაი ლამას, ჰიტლერის, სტალინის მასწავლებელი და ჩეველი გიორგი გურჯიევი დაიბადა ალექსანდროპოლში, დღევანდელ გიუმრში. ზუსტად როდის დაიბადა გურჯიევი, დღემდე უცნობია. მის დაბადების თარიღთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები არსებობს. ეს შეხედულებები მერყეობს 1866 წლიდან 1877 წლამდე. არსებული ჩანაწერების უმეტესობა 1877 წლისკენაა მიმართული, თუმცა სტუდენტებთან საუბრისას გურჯიევმა მის დაბადების წლა დაახლოებით 1867 წელი დაასახელა, რასაც მისი დისშვილი ლუბა გურჯიევ-ევერიტიც ადასტურებს. მისი წარმოშობა და ეროვნებაც სადავოა, ზოგი მის სომხურ ბერძნულ წარმოშობაზე საუბრობს, ზოგი ასირიულზე, ზოგი ქართულზე, თუმცა მან რომ ფსევდონიმი გურჯიევი, ანუ ქართველი აიღო, დამეთანხმებით რომ ბევრს ნიშნავს. თუ ამერიკელი მწერლისა და ეზოთერიკოსის ჰალსის ცნობებს დავეყრდნობით, გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული, არამედ ქართული ამბანიც, სამივე ქართული ამბანიც. გიორგი გურჯიევი თავის მთავარ ნაშრომში წერს, რომ ახალგაზრდობაში მეტსახელად დარკი ერქვა, მოწიფულობის ასაკში შავი ბერძენი, შუახნის ასაკში თურქისტანის ვეფხვი, მაგრამ სინამდვილეში სხვა არავინაა, თუ არა ჭიშმარიტი გვარის შვილი. გახლავთ თავად მუხრანსკის შვილიშვილი. გიორგი გურჯიევის წინაპრები კონსტანტინოპოლში ცხოვრობდნენ, შემდეგ საქართველოში დასახლდნენ. მამა ივანე, მეტსახელად ადაში, ცნობილი აშუღი, გამოიყო თავის ძმებს და ალექსანდროპოლში, ანუ გიუმრში დასახლდა. გიორგიმ ბავშვობა სწორედ ალექსანდროპოლში, ყარსსა და თბილისში გაატარა. გურჯიევის თქმით, მას ორი მამა ყავდა, რომლებიც ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. მისი ბიოლოგიური მამა იყო აშუღი, აღმოსავლური ეპიკური პოეზიის პროფესიონალური შემსრულებელი, ვიზეთ ვისაუბრეთ, ხოლო მისი სულიერი მამა იყო დეკანოზი ბოში, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი კათოლიკური ან ლუთერანული ეკლესიის რექტორი. სწორედ ამ ორმა ადამიანმა წარმოუშვა მას დედამიწაზე სასიცოცხლო პროცესის და განსაკუთრებით ადამიანის სიცოცხლის მიზნის შეცნობის წყურვილი. მშობლები გურჯიევს სასულიერო მოღვაწეობისთვის ამზადებდნენ და ერთი ვერსიით 19 საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. გიორგი მალევე გაიტაცა ფილოსოფიურმა ლიტერატურამ და ამან განსაზღვრა კიდეც მისი შემდგომი ცხოვრება. 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და როგორც ამბობენ, მონაწილეობას მიუღია აჯანყებაში. 1996-1922 წლებში ზებუნებრივი მოვლენებით დაინტერესებული ბევრს მოგზაურობდა აზიაში, მონღოლეთში, პაკისტანში, თურქმენეთში, თურქეთში, ინდოეთში, ასევე აფრიკაში, ეგვიპტეში. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ხალხური მუსიკა და ცეკვა. მისი ხეტიალის ერთადერთი ისტორია მის წიგნში ამოცებული შეხვედრების შესანიშნავ ადამიანებთან, რომელიც ზოგადად არ ითვლება სანდო ავტობიოგრაფიად. ერთ-ერთი მაგალითია გობის უდაბნოში ჯოხებზე სიარულის თავგადასავალი, სადაც გურჯიევის თქმით მას შეეძლო ქვიშის დიუნების კონტურების დანახვა, სანამ მის ქვემოთ ქვიშის ქარიშხალი ტრიალებდა. თითოეულ თავს შესანიშნავი ადამიანის სახელი ჰქვია, რომელთაგან ზოგიერთი სავარაუდოდ ჭეშმარიტების მაძიებელთა საზოგადოების წევრი იყო. გურჯიევის გარდაცვალების შემდეგ ბენეტმა გამოიკვლია თავისი პოტენციური წყაროები და ივარაუდა, რომ ეს მამაკაცები სიმბოლურად გამოხატავდნენ იმ სამი ტიპის ადამიანებს, რომლებსაც გურჯიევი გულისხმობდა. პირველნი, რომლებიც ფიზიკურ სხეულზე იყვნენ ორიენტირებული, მეორენი, რომლებიც ემოციებზე იყვნენ ორიენტირებული და მესამენი, რომლებიც გონებაზე იყვნენ ორიენტირებული. გურჯიევი აღწერს, თუ როგორ შეხვდა დერვიშებს, ფაკირებს და ესენიელების შთამომავლებს, რომელთა სწავლებები მისი თქმით სარმუნგის მონასტერში იყო დაცული. წიგნს ასევე აქვს ყოვლის მომცველი ძიება, რომელიც მოიცავს ქვიშის წინა ეგვიპტის რუკას და კულმინაციას აღწევს სარმუნგის საძმოსთან შეხვედრით. გურჯიევი წერდა, რომ მოგზაურობის დროს თავს სხვადასხვა საწარმოებში მონაწილეობით ირჩენდა, როგორიცაა მოგზაურის სარემონტო სახელოსნოს მართვა და ქაღალდის ყვავილების დამზადება. ერთხელ, როდესაც ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეეძლო გაეკეთებინა, მან აღწერა, თუ როგორ იჭერდა ბეღურებს პარკში და შემდეგ ყვითლად ღებავდა მათ კანარის ფრინველებად გასაყიდად. ასევე ვარაუდობენ, რომ მოგზაურობის დროს ის გარკვეულწილად პოლიტიკურ საქმიანობაშიც იყო ჩართული, როგორც დიდი თამაშის ნაწილი. 1913 წლიდან 1959 წლამდე ქრონოლოგია, როგორც ჩანს, ეფუძნება მასალას, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია პირველადი დოკუმენტებით, დამოკიდებული მოწმეებით და გონივრული დასკვნებით. მანამდე 1912 წლის ახალი წლის დღეს
გურჯიევი მოსკოვში ჩავიდა და იქ მოწაფეების გაიჩინა. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია ოსტროვსკაზე და წყვილი სანქტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. მის მოწაფეებად ითვლებოდნენ ფილოსოფოსი უსპენსკი, კომპოზიტორი თომას დე ჰარტმანი და სხვები. მას მაშინ დაახლოებით 30 მოსწავლე ყავდა. რუსეთში რევოლუციური არეულობის დროს გურჯიევმა 1917 წელს პეტროგრადი დატოვა და ალექსანდროპოლში ოჯახის სახლში დაბრუნდა. 1919 წელს გურჯიევი მეუღლესთან პეტერბურგის ოპერის კომპოზიტორ თომას დე ჰარტმანთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. აქ დაუახლოვდა გრიგოლ რობაქიძეს, მხატვარ ალექსანდრე ზალცმანს და მის მეუღლეს ქორეოგრაფ ჟანა მატინიონ ზალცმანს. მადამ ზალცმანის დაარსებულ ჟაკ დალკროზის სისტემის თბილისის რიტმული ტანვარჯიშის სკოლაში სრულდებოდა გურჯიევის წმინდა ცეკვები და წმინდა გიმნასტიკა. 1919 წლის შემოდგომაზე გურჯიევმა თბილისში გახსნა ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მას ნიკოლოზის ქუჩის 22-ში ორსართულიანი შენობა მისცა. ამ ქუჩას ახლა ივანე ჯავახიშვილის ქუჩა ჰქვია. იქ ის ატარებდა საჯარო ლექციებს თავისი მოძღვრების ძირითად საკითხებზე. წამოიწყო თეატრალური წარმოდგენის დადგმა ოპერის თეატრში სახელწოდებით გრძნეულთა ბრძოლა, მაგრამ წარმოდგენის დამთავრება თბილისში არ მოხერხდა. 1920 წლის მაისის ბოლოს, როდესაც საქართველოში პოლიტიკური და სოციალური პირობები გაუარესდა, მისი ჯგუფი შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში გაემგზავრა, შემდეგ კი გემით კონსტანტინოპოლში. გურჯიევმა ბინა იქირავა გალათას კოშკთან ახლოს. ბინა მევლევის ორდენის სუფიურ ლოჟასთან ახლოს მდებარეობდა, სადაც გურჯიევი, უსპენსკი და თომას ჰარტმანი მბრუნავი დერვიშების 300 ცერემონიას დაესწრნენ. სტამბოლში გურჯიევი ასევე შეხვდა თავის მომავალ მოსწავლეს, კაპიტან ჯონ ბენეტს, რომელმაც გურჯიევის შესახებ თავისი დაბეჭდილება შემდეგნაირად აღწერა. ციტატა: სწორედ იქ შევხვდი პირველად გურჯიევს 1920 წლის შემოდგომაზე და ვერც ერთი გარემო ვერ იქნებოდა უფრო შესაფერისი. გურჯიევში აღმოსავლეთი და დასავლეთი უბრალოდ ვერ ხვდება ერთმანეთს. მათი განსხვავება ნადგურდება სოფლ მხედველობაში, რომელიც არ იცნობს რასობრივ ან სარწმუნოებრივ განსხვავებებს. ეს იყო ჩემი პირველი შემთხვევა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბეჭდილებას ტოვებს. კავკასიელი ბერძენი თურქულად საუბრობდა მოულოდნელი სიწმინდის აქცენტით, რომელიც ასოცირდება იმ ადამიანებთან, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ იმპერიული კარის ვიწრო წრეში. თურქეთშიც კი, სადაც ბევრ უჩვეულო ტიპს ხედავდი, მისი გარეგნობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. თავი გადაბარსული ჰქონდა უზარმაზარი შავი ულვაში, თვალები, რომლებიც ერთ მომენტში ძალიან ფერმკრთალი ჩანდა, მეორე მომენტში თითქმის შავი, საშუალოზე დაბალი სიმაღლის. მიუხედავად ამისა, ის დიდი ფიზიკური ძალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ციტატის დასასრული. 1921-22 წლებში მისტიკოსმა შემოიარა დასავლეთ ევროპა, ლექციებს ატარებდა ბერლინსა და ლონდონში. იქ შეძენილ მოწაფეებიდან აღსანიშნავია ბრიტანელი ინტელექტუალი ალფრედ რიჩარდ ორეგა. 1922 წელს გურჯიევი პარიზში ჩავიდა და იყიდა ფონტებლოს ციხესიმაგრე. 25-26 წლებში მოგზაურა ამერიკაში. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა პარიზში. სწორედ იქ შეიქმნა გურჯიევის ყველა და ყველაფერი და სხვა თხზულებები, რომლებსაც ავტორის გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფეები აქვეყნებდნენ. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ გურჯიევს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ადოლფ ჰიტლერთან სხვა ადამიანების გავლით. აქ ძირითადად იგულისხმება, რა თქმა უნდა, ჰიტლერის ახლო გარემოცვა. ამ მოსაზრებების ავტორების მტკიცებით, სწორედ გურჯიევმა შესთავაზა ჰიტლერს სვასტიკის სიმბოლოს გამოყენება. თუმცა გიორგიმ ჰიტლერს ურჩია, რომ სვასტიკის მიმართულება შეეცვალა, რადგან ის მზის საწინააღმდეგო ტრიალებდა და რაც ჰიტლერმა არ გაითვალისწინა. ჰიტლერთან იმდენად გასაიდუმლოებული იყო მისი კავშირები, რომ დღემდე დასაბუთებული არაა, არსებობდა თუ არა რეალურად ეს კავშირები. თუმცა გარკვეული ავტორები ამტკიცებენ, რომ მას ჰქონდა კავშირი ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია თულეს შექმნას. ამბობენ, რომ საიდუმლო ჩანაწერებში ისიც დასტურდება, რომ გიორგი გურჯიევი სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. ორივე გამორჩეული სტუდენტი იყო. ორი არშემდგარი მღვდელი გურჯიევის ბიძის სახლში ერთად ცხოვრობდა. ორივე თბილისის არქიდიაკონის გუნდში მღეროდა, თუმცა ჯუღაშვილი, როგორც ბევრმა იცის, სემინარიიდან მალე გარიცხეს. გარიცხვის მიზეზი იყო, როგორც ეს ადამიანები ამბობენ, არა მარქსისტული იდეები, არამედ მისი გაწევრიანება საიდუმლო ოკულტურ საზოგადოებაში, რომელიც იმ პერიოდში თბილისში ძალზედ პოპულარული ყოფილა. სწორედ იმ პერიოდში მოექცაო სტალინი გურჯიევის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია და ბოროტის დაძლევა მხოლოდ ბოროტებით შეიძლება.
სწორედ ამ პერიოდში სტალინმა გურჯიევის რეკომენდაციით შეცვალა დაბადების თარიღი. სინამდვილეში იგი დაბადებული არა 1879 წლის დეკემბერში, როგორც ცნობილი იყო აქამდე, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს, ახალი სტილით 18 დეკემბერს. მან საკუთარ დაბადების დღეს 1 წელი და 3 დღე მიამატა. ამით შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ასე ფსიქოტრონული ზემოქმედება თავიდან აიცილა. სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრული ურთიერთობები. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გურჯიევი თავად განიცდიდა სტალინის გავლენას, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება ჯანყებაში, რის დროსაც თურმე, როგორც ამბობენ, იგი მძიმედ დაიჭრა. ურმით ხევსურეთში ფარულად გადაიყვანეს და მძიმე ქირურგიული ოპერაცია ექიმამ გელიკა ლიქოკელმა გაუკეთაო, ამბობენ ეს ადამიანები. განსაკუთრებით საინტერესოა ცნობები, რომელიც შემონახულია არქივში გურჯიევის კავშირზე სტალინთან. ეს ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ გურჯიევმა სტალინს გადასცა წიგნი, რომელმაც სტალინის პირადი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს წიგნი მის ბიბლიოთეკაში იპოვესო, თუმცა მას შემდეგ იგი დღემდე დაკარგულად ითვლება. ეს არის რაღაც გაურკვეველი ჭორს გავს, თუმცა ეს ინფორმაცია მე ჩავთვალე საჭირო რომ ამ ვიდეოში ყოფილიყო. 1924 წლის იანვარში გურჯიევისა და უსპენსკის გზები გაიყო. უსპენსკიმ დამოუკიდებლად განაგრძო მოღვაწეობა და დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა. 1924 წლის ივლისში გურჯიევი ავტოკატასტროფაში მოყვა, თუმცა გადარჩა. წლების გამოჯამთელების შემდეგ გურჯიევმა პრიეურის ციხესიმაგრის ინსტიტუტის დახურვა გადაწყვიტა. მერე გურჯიევმა მუშაობა დაიწყო კრებულზე ყველა და ყველაფერი. 10 წიგნი, რომელიც გაერთიანებულია 3 სერიაში. გარდა ამისა, თავის სტუდენტთან, კომპოზიტორ თომას დე ჰარტმანთან ერთად გურჯიევმა იმ პერიოდში ფორტეპიანოსთვის 150 მოკლე მუსიკალური ნაწარმოები დაწერა, რომლებიც ხშირად აზიურ ფოლკლორზე იყო დაფუძნებული. ასევე მუსიკა წმინდა ცეკვებისთვის. გურჯიევი აგრძელებდა სტუდენტებთან მუშაობას, აწყობდა შეხვედრებს ქალაქის კაფეებში ან საკუთარ სახლში. ის საქმიანობა შემცირდა, მაგრამ სრულად არ შეწყვეტილა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი. პრიევის დახურვის შემდეგ გურჯიევი პარიზში ცხოვრობდა და დროდადრო აგრძელებდა შეერთებულ შტატებში სტუმრობას. სიცოცხლის ბოლო წელს გურჯიევმა თავის სტუდენტებს დაავალა გამოეცათ მისი 2 წიგნი და უსპენსკის ხელნაწერი. გურჯიევი გარდაიცვალა პარიზის გარეუბან ნეილის-სიურ-სენში 1959 წლის 29 ოქტომბერს. ის ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო იულია ოლსუფევა. მას პირველ ცოლთან სანქტ-პეტერბურგში ვაჟი გიორგი შეეძინა. სულ 3 შვილი ყავდათ, თუმცა სხვა შვილების შესახებ არაფერია ცნობილი. მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. 1917 წელს გურჯიევი დაქორწინდა თავის სტუდენტ ალექსანდრა კრეჩანინოვაზე, რომელიც მასზე 25 წლით უმცროსი იყო. ის მისი ერთგული თანამგზავრი იყო და სტუდენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში. მან გააჩინა ვაჟი, რომელსაც გურჯიევმა ლუსიენი დაარქვა. გურჯიევს ასევე ყავდა კიდევ 2 შვილი, რომლებსაც საკუთარებად აღიარებდა, მაგრამ ის მათი ბიოლოგიური მამა არ იყო. გიორგი გურჯიევის გარდაცვალების შემდეგ მისმა სტუდენტმა ჟანა დე სალცმანმა სხვადასხვა ჯგუფის სტუდენტები გააერთიანა, რამაც საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებას, რომელიც ცნობილია როგორც გურჯიევის ფონდი. ევროპაში იგივე საზოგადოებას ჰქვია გურჯიევის საზოგადოება. გურჯიევის ცნობილ სტუდენტებს შორის იყვნენ მერი პოპინსის შესახებ საბავშვო წიგნის ავტორი პამელა ტრავერსი, ფრანგი პოეტი რენე დომალი, ინგლისელი მწერალი კეთრინ მენსფილდი და ამერიკელი მხატვარი პოლ რეინარდი, ასევე ჯეინ ჰიპი, მარგარეტ ანდერსონი, ალჯერნონ ბლეკვუდი და მრავალი სხვა. გურჯიევის გარდაცვალების შემდეგ მის სტუდენტებთან ერთად სწავლობდნენ ცნობილი მუსიკოსი კით ჯარეტი და რობერტ ფრიპი. ამჟამად გურჯიევის ჯგუფები სოფლის მრავალ ქალაქში არსებობს. გურჯიევის სწავლების განუყოფელი ნაწილია წმინდა ცეკვები და მოძრაობები, ასევე ძველი ტრადიციების მუსიკა, რომლებიც სულიერ ძიებას უწყობს ხელს. თანამდებობით არ არის ცნობილი ამ მოძრაობებიდან, რომელია ზუსტი რეპროდუქციები იმ უძველესი წმინდა ცეკვებისა, რომლებიც გურჯიევმა მისივე თქმით მოგზაურობის დროს ნახა და რომელი მათგანი შექმნა თავად მან საკუთარი გამოცდილების საფუძველზე. ამ ვიდეოში ჩვენ ნაკლებად შევეხეთ მის მოსაზრებებს, სწავლებასა და აზრებს. დაწერეთ კომენტარებში, რამდენად იქნება საინტერესო ასეთი ვიდეო თქვენთვის. ასე თუ ისე, ეს იყო რამდენიმე წუთში მოყოლილი ისტორია ადამიანზე, რომელმაც მთელი მსოფლიოს მისტიკური სკოლები შემოიარა. დაინტერესებული იყო ზებუნებრივი ძიებით და ფენომენით. გატაცებული იყო ასევე დერვიშიზმით. ასე დასრულდა გიორგი გურჯიევის ისტორია, მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც უბრალო ადამიანებზე, ისე მსოფლიოს უდიდეს მმართველებზე. მისი ცხოვრება სავსე იყო საიდუმლოებებით, მოგზაურობებით და ექსპერიმენტებით, მაგრამ პასუხი მთავარ კითხვაზე კვლავ დაუდგენელია: ვინ იყო სინამდვილეში გურჯიევი? ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თუ ოსტატურად შეფუთული ილუზიონისტი, რომელმაც საკუთარი იდეებით სტალინზე და ჰიტლერზე მოახდინა გავლენა?
დღეს 10 წლეულების შემდეგ მისი წმინდა ცეკვები, ფილოსოფიური პრაქტიკები და იდეები კვლავ ცოცხლობს და ათასობით ადამიანს აძლევს შთაგონებას. და იქნებ სწორედ ეს არის მისი უდიდესი საიდუმლო. გავლენა, რომელიც არ კარგავს ძალას. ახლა როცა გურჯევის საიდუმლო ისტორიას გაეცანით, რა კითხვა დაგისვა. რომ შეგძლებოდა მის გაკეთილებზე დასწრება, თუ დაესწრებოდი. თუ თქვენთვის ეს უფრო საშიში და დამაბნეველი იქნებოდა. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე არხი, რადგან მალე კიდევ უფრო საინტერესო ისტორიულ და მისტიკურ თემებზე ვისაუბრებ. დიდი მადლობა.